ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება გამორჩეული ბიზნეს ასოციაციაა, რომელიც სულ 2 წლის წინ დაფუძნდა და უკვე ბევრი საქმე გააკეთა ორი ქვეყნის ეკონომიკური თუ კულტურული ურთიერთობის განვითარების მიმართულებით. როგორც ტურისტების, ასევე ინვესტიციების შემოდინების თუ აგრარული პროდუქციით ვაჭრობის მხრივ, საქართველოს და ყაზახეთის მჭიდრო კავშირებს საკმაოდ დიდი პერსპექტივები გააჩნია. ამას ემატება სატრანზიტო კორიდორის ეგრეთ წოდებული შუა დერეფნის საკითხიც, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის გამო უფრო გააქტიურდა, სადაც ასევე ჩვენი ქვეყნები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. სწორედ ამ თემებზე და ზოგადად გაერთიანების საომალო გეგმებზე ვისაუბრებ ჩვენ სტუმართან, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარესთან, გიორგი ჯახუშტაშვილთან ერთად. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობა რომ როგორც იქნა მოხვედით ჩვენ სტუდიაში და გვაქვს უფრო კარგად და დეტალურად განხილვის შესაძლებლობა როგორც განვლილი საქმეების გაერთიანების, ასევე საომალო გეგმების. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ამბით მინდა დავიწყო და თქვენი კომენტარიც მოვისმინო ამასთან დაკავშირებით. რამდენადაც გავრცელდა ინფორმაცია, ყაზმუნაი გაზი აპირებს ნავთობის ექსპორტირებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გამოყენებით. ხო ეს სრულიად ახალი რეალობა ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობის ჭრილში. რა სიტყვით ამაზე? რა როლი ითამაშა გაერთიანებამ თუნდაც ამ შედეგის მიღწევაში? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. გადაჭარბებული იქნება ამაზე თქვა, რომ გაერთიანებამ ამაში გარკვეული როლი შეიტანა, ამაში პირდაპირ როლი მიუძღვის რუსეთის ფედერაციას და იმ კონფლიქტს, რომელიც დაიწყო 1 წლის წინ. და გაერთიანების ამ შემთხვევაში როლი შეიძლება ის იყოს, რომ წინასწარმეტყველება ყაზახურ ბიზნესთან და პოლიტიკასთან, რომ ჩვენ მანამდე ვამბობდით, რომ უკვე სამუშაო არის დივერსიფიკაციის გზებზე, თუმცა ყაზახეთი 2006 წლიდან ფიქრობდა უკვე დივერსიფიკაციის მიმართულებით, ამიტომაც შეიძინეს 2007-ში ბათუმის ნავთობტერმინალი, შესაბამისად მართვა შეაიღეს ბათუმის პორტი და შემდგომი გეგმებიც ჰქონდათ ბაქოსა და საქართველოსთან თანამშრომლობაში, თუმცა 2008 წლის ომმა და ფინანსურმა კრიზისმა ეს ყველაფერი შეცვალა, თუმცა იგივენაირად შეცვალა ეხლა შემოატრიალა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ. სამწუხაროდ არც თვითონ ყაზახეთი, არც აზერბაიჯანი და არც საქართველო და ყველაზე უფრო ამ შემთხვევაში ყაზახეთი არ დახვდა ამ მდგომარეობას მზადყოფნაში, თუმცა სჯობს-გვიან ვიდრე არასდროს უკვე დაწყებულია ზრუნვა იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა შეესაბამებოდეს იმ სურვილებს, რაც ჭირდება ყაზახეთს, რომ ამ მიმართულებით წამოვიდეს. სრული ინფრასტრუქტურა დღეს ყაზახურ პორტ აქტაუში არის 6.5 მილიონი ტონა ნავთობის, ნედრი ნავთობის გადმოტვირთვის წარმატება. და რა თქმა უნდა სხვა მიმართულებითაც ამავე წარმატებას იყენებენ ეგრეთ წოდებულ ტრანსკასპიური და კატეკას მილსადენის მოხმარებისთვისაც. ამიტომ ჩვენ ველოდებით კიდევ უახლოს ინფრასტრუქტურულ პროექტებს თვითონ ყაზახეთში, თვითონ აზერბაიჯანში, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ესე ვთქვათ მილსადენში კიდევ უფრო მეტი და მეტი ნავთობის გატარება იყოს შესაძლებელი. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ფაქტიურად ამ მდგომარეობით უკვე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მილსადენს უკვე მუდმივი ნაკადი დაემატება ყაზახეთის მხრიდან, რაც შეწყვეტილი იყო ბოლო ესე ვთქვათ 10-13 წლის განმავლობაში და რა თქმა უნდა ამასთან მოყვება კიდევ სხვა დამატებითი მიმართულება. ჩვენ არ გვისაუბრია ახლა სხვა პროდუქტებზე, ცხადია ნავთობი არის ერთ-ერთი მსხვილი კომპონენტი ყაზახურ ექსპორტში. ხო, რაც ყველაზე ხილულია, რაც ჩანს თან არსებულ ინფრასტრუქტურას იყენებენ, ხო? რა თქმა უნდა, ყაზახეთის დაახლოებით 40%-ის ექსპორტი მოდის ევროპულ ქვეყნებზე და აქედან 90% არის ნედლი ნავთობი. შესაბამისად, მანამდე გასული 10 წლის განმავლობაში ექსპორტი მხოლოდ და მხოლოდ რუსული ესე ვთქვათ ნოვოროსიისკის პორტის მეშვეობით და იმ მილსადენით ხდებოდა და რაც კასპიის ზღვიდან ნოვოროსიისკამდე არის გადაჭემული, თუმცა ეხლა უკვე ყაზახეთმა დაინახა დასავლური ბაზრებისთვის თავისი პროდუქციის მიწოდების ალტერნატიული გზის აუცილებლობა, რაც აბსოლუტურად სხვა ყველა პროდუქტებზე გავრცელდება. და ყველა მიმართულებით, ყველა პროდუქტის მიმართულებით მიწოდების ჯაჭვში ინფრასტრუქტურული და სერვისული პროექტები განსახორციელებელი გვაქვს სამივე ქვეყანას.
კი ბატონო, პერსპექტივები, რომელზეც ჩვენ თავიდან ვისაუბრეთ, უფრო გამოიკვეთა და უფრო ნათელია, ხო? მოით ისევ ასოციაციის საქმიანობას, გაერთიანების საქმიანობას რო დაუბრუნდეთ. 2 წელი ნამდვილად არ არის ბევრი, მაგრამ ჩვენი დაკვირვებით საკმაოდ ბევრს მიაღწიეთ ამ პერიოდის განმავლობაში, ხო? აი, რისი მიღწევა შეძელით, რა ვერ შეძელით, ზოგადად რო განვიხილოთ, რა იყო ჯერ მთავარი დატვირთვა ამ პირველ ეტაპზე თქვენი გაერთიანების საქმიანობის და რა შედეგებით მოიწონებდით თავს, მოდი ასე. პირველ რიგში საქართველოში რაღაც პლატფორმა ყაზახურ ბიზნესთან და ყაზახურ პოლიტიკასთან სასაუბრო პლატფორმა არც საქართველოს ჰქონდა ყაზახეთისთვის და არც ყაზახეთს ჰქონდა საქართველოსთვის. ჩვენი პირველადი სტრატეგიული ამოცანა ეს იყო, რომ შეგვექმნა ხელმისაწვდომი გაგვეხადა ისეთი ადგილი ან საკომუნიკაციო არხი, რომელიც დაეხმარებოდა ორი ქვეყნის შორის შესაძლებლობების აღმოჩენას და შემდგომ ამის გამოყენებას. და ფაქტიურად ეს 2 წელი დაეთმო მნიშვნელოვნად ამას, რომ ორივე ქვეყანაში ყოფილიყო რაღაცა ცნობადობის ამაღლების ამოცანა გადაჭრილი და ეს გადაიჭრა კიდევაც, იმიტომ რომ დღემდე ძალიან ბევრი მოთხოვნა და სურვილი ფიქსირდება უკვე გაერთიანების ჭრილში, ბევრი პრობლემა ფიქსირდება როგორც ყაზახეთიდან წარმოდგენილი საქართველოს ბიზნესიდან და ფიზიკური პირებიდან გამომდინარე და ასევე ქართველებიდან, რომელსაც გარკვეული მოქმედება ყაზახეთს ჭირდება. ცხადია, ორივე ქვეყანაში, ესე ვთქვათ, მსხვილი ბიზნესი და პოლიტიკა თავის ამოცანებს მეტნაკლებად ჭრის, თუმცა მსხვილის გარდა თუ სრულფასოვან გამოყენებას ვიძახით ორივე ქვეყნის თანამშრომლობის შესაძლებლობის, მაშინ საშუალო ბიზნესი და მცირე ბიზნესს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ გარკვეულწილად მსხვილი ლობიზმის გარეშე მიწვდეს ამა თუ იმ ბაზარს და ჩვენ სულ ვამბობთ, რომ ქართული საექსპორტო ბაზრისთვის ყაზახეთი არის ერთ-ერთი გეითი, ასე ვთქვათ, შუა აზიის და მთლიან შუა აზიაში 100 მილიონის მოსახლეობა არის და ეს საკმაოდ კარგი ბაზარია ქართული ნაწარმისთვის, რადგან იქ განსხვავებით ვთქვათ, ევროპული ბაზრისგან გაცილებით ნაკლებია სტანდარტებთან მოთხოვნები. ამ მიმართულებით რამე კონკრეტულ მექანიკაზე უკვე ჩამოყალიბდით თუ ჯერჯერობით მაინც პერსპექტივების მოსინჯვის და ასე ვთქვათ, დაზვერვის რეჟიმი? იცით რა არის დაზვერვის რეჟიმია, რადგან მზადება იმისთვის, რომ საექსპორტო რამდენი ხანია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არის ევროკავშირთან და წლებია მიმდინარეობს მორგება იმ პროდუქციის იმ ბაზრის მოთხოვნებთან. რა თქმა უნდა, კავშირების ჩამოყალიბება იგულისხმება შემდგომ იმ პროდუქტების კავშირებიდან წარმოსული მოთხოვნებისთან შესაბამისობაში გადადის, ხო? იგივეა ამ ბაზრებზეც. იქ თავისებური ბაზარია, ბევრი განაცხადია, რომელიც აფიქსირებს, რომ უნდათ ექსპორტი, მაგრამ ექსპორტს ჭირდება შესაბამისი ფორმატი, საექსპორტო პოლიტიკა, თავისი ფინანსური რესურსები და ჩვენ ვცდილობთ ეს ყველაფერი, ჩვენ ფაქტიურად დამუშავებული გვაქვს გარკვეული გარკვეული კატეგორია პროდუქტებისა, რომელიც მაგალითად უნდა მოხვდეს შუა აზიის ბაზარზე და დიდი პერსპექტივა აქვს, თუმცა იქ გარკვეული რაღაც წინაპირობები არსებობს. ბევრი ისეთი პროდუქტია, რომელიც საქართველოს ჭირდება, მაგალითად ინდუსტრიულ ნაწარმოებში და ძალიან ხშირად ძალიან ბანალური პრობლემებია იგივე ლოჯისტიკაში, თუ რატომ ვერ ხდება ეს პროდუქტი ამ სახით საქართველოში და მაგალითად ისევ გვიწევს რუსეთიდან შეძენა, იმიტომ რომ თქვათ არ არის საკმარისი სავაგონო პარკი არც თვითონ შუა აზიაში, არც საქართველოში, არც აზერბაიჯანში და ბევრი ესე ვთქვათ ტექნიკური თითქოს ესე ვთქვათ მარტივი ბანალური, მაგრამ გარკვეულწილად ყურადსაღები და რთულად გადასაჭრელი საკითხები ტივტივდება. აი ამ საკითხების გადაჭრაზე მინდოდა ზუსტად საუბარი, იმიტომ რომ თქვენი დამფუძნებლები მსხვილი კომპანიები არიან ძირითადად, ხო, ყაზახურებით საქართველოს წარმოდგენილი. მაგრამ ამის გარდა, ვთქვათ, ბიზნესის აქტიური მონაწილეობის გარდა, რამდენად გეხმარებიან ხარს გიჭერენ მთავრობები, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე ყაზახეთის და რამდენად რეაგირებენ იმ საკითხებზე, რასაც წამოწევს ხოლმე დროთა განმავლობაში გაერთიანება. იცით რა, აი ხა მაგალითად შეიცვალა ყაზახეთიდან ელჩი, წინა წლის ბოლოს შეიცვალა, უკვე ჩამოვიდა ახალი ელჩი და მისი ესე ვთქვათ, მისგან მოდის განწყობა მთლიანი და ფაქტიურად მესიჯი ყაზახეთის პრეზიდენტისგან, რომ მისი ნომერ პირველი ამოცანა არის კორიდორის განვითარების და ათვისების ხელშეწყობა. თუმცა რასაც მოყვება მე დანარჩენი რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, თუ მანამდე ესე ვთქვათ, გარკვეული ბიზნესის ესე ვთქვათ, სურვილები ფიქსირდებოდა, რომ მოდი რაღაცნაირად ეს კორიდორი ავამუშაოთ
ვინახავთ, თუმცა პოლიტიკის გამოძახილი არ იყო. ეხლა ფაქტიურად საქართველოს პოლიტიკაც, ყაზახეთის პოლიტიკაც ორივე ამბობს, სოფლიოსაც უნდა უკვე რომ ეს გასაკეთებელია. თუმცა აქ შემოდის უკვე ბიზნესის როლი. ეხლა უკვე დაფიქსირდა პოლიტიკური მზაობა, ეხლა პოლიტიკა ელოდება შეკვეთას კონკრეტულ წინადადებას ბიზნესიდან, რომელი მიმართულებაში რა არის კონკრეტულად გამოსასწორებელი და ამის კოორდინაცია მარტივი არ არის. მე ვიცი, გარკვეულად 5-6 კომპანია ვიცი, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც დონორული ფულით, ანუ დონორების დაფინანსებული ფულით ატარებენ კვლევას კონკრეტულად რა სერვისები და რა ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს. ეს ხომ იმობნეულია სხვადასხვა ბიზნესის, ესე ვთქვათ, ნოუ-ჰაუში და სხვადასხვა ბიზნესმა თავისი ვიწრო სპეციფიკა თვითონ იცის, მაგრამ რაღაცნაირად ამოსაწევია, ამოსატანია და მისატანია შემდგომ პოლიტიკოსებამდე. სამუშაო ჯგუფი კარგი იქნებოდა, ხო ალბათ თქვენი თავრობებს შორის. თავოსნობით თუ მონაწილეობით ამ შემთხვევაში გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, ოღონდ ეს მიდის სახელმწიფო ორგანიზაციებს შორის და ვთქვათ მთავრობებს შორის და მთავრობების ლიდერობით, თუმცა მე პირადად განცდა მაქვს, რომ იქ ბიზნესის მონაწილეობის დეფიციტი არის და მაინც გადის ესე ვთქვათ იმ საჯარო ორგანიზაციების ვიწრო ფოკუსიდან გამომდინარე. მაგალითად რკინიგზების შეხვეთა. ახლა რკინიგზების ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ტვირთის ტრანსპორტირება არ იწყება რკინიგზით, იწყება გარკვეული სასაწყობო ინფრასტრუქტურით, რომლითაც სამანქანო გზაც არსებობს, ვთქვათ, იგივე საზღვაო ინფრასტრუქტურამდე და შეიძლება რკინიგზა არ იყოს გამოყენებული, ხო? ასე იგივე მილსადენები და ასე შემდეგ. ამიტომ ეს მულტიმოდალური საკითხია და ჩემი აზრით იწყება პროდუქტებით და პროდუქტების მეპატრონეები არიან კერძო ბიზნესის მეპატრონეები. ასე რომ გარკვეულწილად ესეთი ტიპის კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლა ძალიან ვაფორსირებთ ამ იდეას და ყველგან სადაც საშუალება გვაქვს, მათ შორის კერძო ბიზნესში, იმიტომ რომ კერძო ბიზნესი თავისთავად თვითონ არ არის ორგანიზებული იმ დონეზე, რომ თქვას, რომ მოდით ახლა დარგმა თვითონ დააორგანიზოს. რამე კვლევას ხო არ აპირებთ? ან აი უახლოეს გეგმებზეც მოკლედ რო გვესაუბროთ? ჩვენი კონკრეტული ფორმატი გვაქვს, ყოველ წელს ვაჯამებთ წინა წელს და შემდგომ იქიდან ამოსული დეტალური ინფორმაცია გვაქვს საჯაროდ და წელს იგივე ტიპის კაპიტალთან ერთად ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ მალე უახლოეს მომავალში შევძლებთ პრეზენტაციის ჩატარებას 2022 წლის ჩათვლით უკვე ურთიერთობების პროგრესის, გარკვეულ ადგილებში რეგრესის თუ სად რა მოხდა. რა თქმა უნდა, ამის ნაწილი არის ის, რომ ჩვენ ყველა შესაძლო პლატფორმაზე ვესაუბრებით ბიზნეს და პოლიტიკოსებს, რომ ესეთი ტიპის კვლევა ან ინფორმაცია დასადებია და ჯერჯერობით ვერ მივახციეთ იმას, რომ ეს უკვე ქმედებაში გადავიდეს, თუმცა გარკვეული ორგანიზაციები მსგავს კვლევებს ატარებენ და იმედი მაქვს, რომ იქიდან შევძლებთ რაღაც სამოღებას და უკვე კონკრეტული პროექტების, ესე ვთქვათ, ჩანასახები გაჩნდება, იმიტომ რომ ჯერჯერობით საუბარი მიდის, მაგრამ კონკრეტული ესეთი ხილული პროექტი არაფერი არ ჩანს. ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენი არსებულია, ნავთობიც არსებულია, აქტაუს პორტიც არსებულია და იქ ჩატვირთვაც უბრალოდ მოლაპარაკების საგანია, გადმორთვა და ჩატვირთვა. ეხლა უკვე ინფრასტრუქტურა არის გასაცილებელი. ბევრი რამეა გასაკეთებელი, რომ სხვა ბიზნესებმაც ტვირთები აქედან ატარონ და კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, ვერ მოვასწარით ბევრი საკითხის განხილვა, მაგრამ იმეც ვიტოვებთ, რომ კვლავ გვეწვევით, როცა უკვე კვლევის შედეგებიც გექნებათ, ახალი კვლევის შედეგები და შევადარებთ იმ სიტუაციას, რაც ჰქონდა წინა წლებში. დარწმუნებული ვარ, დიდი პერსპექტივებად არ დარჩება ქართულ-ყაზახური ეკონომიკური ურთიერთობის. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონო გიორგი სტუმრობისთვის.